9 აპრილის მემორიალთან ხალხის ნაკადი არ წყდება 1999 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი რუსთაველზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გადაიხადა. მირიან გორგოძე მოგუყვება უფრო დეტალურად თუ რა ხდება რუსთაველზე მერიან გისმენთ. პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალთან უნდა ითქვას, რომ ხალხის მიმოსვლა ამ დროისთვის არ წყდება. აღსანიშნავია, რომ დღეს დილიდან 9 აპრილის მემორიალთან მოსვლა დაიწყებს სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებმა. უკვე 11 საათისთვის მემორიალთან მოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პატივი მიაგო 9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნას. უკვე 12 საათისთვის კი აქ მოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, კათოლიკოს პატრიარქი და ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. მათ ერთობლივად გადაიხადეს 9 აპრილთა დაღუპულთა ხსოვნისათვის პანაშვიდი. შემდეგ კი მედიასთან უკვე გააკეთეს კომენტარი და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავისუფლება ეს ყველაზე მაღალი ღირებულება არის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულება არის, რომლისთვისაც სიცოცხლის შეწირვა ღირს. რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ღირს. ჩვენ დღეს ზეიმობთ ჩვენი ერის მთლიანობას მაშინ ამ საკითხის ირგვლივ და ვგლოვობთ იმ ღვაწს, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა მაშინ გასციეს. ეს დღე იქცა ერთგვარ სიმბოლოდ ქართული ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და თავგანწირვის სიმბოლოდ. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და მსახურება, რომელსაც დრო ნამდვილად ვერ მოარჩენს. 9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე დატრიალებულმა ტრაგედიამ უდიდესი როლი შეიტანა ქართველი ერის გაერთიანებაში. მე უსამძიმრებ თითოეული დაღუპულის ოჯახის წევრს, მათ ახლობლებს ამ ტრაგედიას, ამ დიდ ტკივილს, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ტკივილია და მათ სუხარებაში მოგონებებში ვიქნები მუდამ მათთან ერთად. 9 აპრილის ღამის ტრაგიკული მოვლენები მე ძალიან კარგად მახსოვს და მიმაჩნია, რომ ეს იყო საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, საიდანაც რეალურად დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს ძალიან ბევრი ტრაგედია, ძალიან ბევრი რთული დღეები გადაიტანა, მაგრამ უახლოესი საქართველოს ისტორიის განმავლობაში 9 აპრილი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული დღე, რთული პერიოდი, როდესაც ადამიანების სისხლი დაიღვარა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ყოფილიყო ერთიანი, დამოუკიდებელი და მთლიანი. 9 აპრილის მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ დღეს პარლამენტარები, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები. მათ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განაცხადეს ის, რომ 9 აპრილი უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და დღევანდელი დღის მნიშვნელობა მათი აზრით მომავალ თაობებსაც სათანადოდ უნდა აუხსნათ. ეს ადამიანები არ იბრძოდნენ ტყუილად, მათი ბრძოლა იყო შედეგიანი და დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მიაღწევს ტერიტორიულ მთლიანობასაც, აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და იქნება მისი განვითარება. სწორედ ისეთი, როგორიც უნდათ იმ ადამიანებს. ეს გამოწვევა, რომელიც ჩვენ ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, ჩვენადვე გვეყუდნოდეს, არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩვენმა წინაპრებმა გაართვეს ღირსეულად ამ გამოწვევას თავს, ჩვენ თაობასაც ეყოფა ვაჟკაცობა, რომ არ გაიმეოროს მე-20 და 21 საუკუნის ის შეცდომები, რა შეცდომებაც ჩვენს ქვეყანას, მის უსაფრთხოებას, მის მთლიანობას ზიანი მიაყენა. 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს ასევე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ასევე საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია შვილმა ცოტნე გამსახურდიამ. ასევე აქ არიან შეკრებილი, აღსანიშნავია ის ხალხი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ 1999 წლის 9 აპრილის განვითარებულ მოვლენებში და მათ ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 25 წლის წინანდელი ამბები. მე-4 საუკუნე გავიდა იმის მერე, რაც აქ ამ ადგილას დატრიალდა იმ საუკუნეს ყველაზე საშინელი ტრაგედია.
25 წელია ქართული ხალხი გლოვობს, ქართული ხალხი ცხოვრობს იმედით და იმ ტრაგიკულ მოვლენას მოყვა ის, რასაც ქვია დამოუკიდებლობის მოპოვება და მადლობა იმათ, ვის თავისი სიცოცხლით ფასად ეს დღე ჩვენ მოგვიტევა. გარდამტეხი დღე არის საქართველოს უახლეს ისტორიაში, აქედან დაიწყო უდიდესი ტრაგედია და დიდი დღესასწაული შეიძლება ითქვას, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აღდგენა. მეორე საკითხია, რამდენად ღირდა ის სისხლი და ის უბედურება, რაც ჩვენივე პირდაპირ ვთქვათ, სიბრიყვის გამო გავიარეთ ამ 25 წელიწადში. ამ ყველაფრად. მაგრამ ამის მიზეზებით საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. 1999 წლის 9 აპრილს გამთენიისა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღიდან 25 წელი არის გასული და დღეს პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან ხალხის მიმოსვლა ამ წუთშიც გრძელდება. აქ მოდიან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, კანონმდებლები, სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები, ასევე აქ არიან შეკრებილი ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ 1999 წლის 9 აპრილის განვითარებულ მოვლენებში. მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა.